მოგესალმებით ყველას, დავბრუნდით ჩვენ უკვე მაფია ერთით ისევ და ოჰო, ისეთი წესი არის. როცა მოვკალეთ სერგიო, ქაოსი იყო მაგის მერე. ჩვენი ბიჭები მათ ბიჭების წინააღმდეგ, მარელო კიდე დააგდეს ოზირსო. მაგრამ ბოსი ყოველთვის ვარ დაემალებოდაო. იმისათვის რომ ბოს შეეშინებინა სხვები, უნდა დაენახათ, რომ ბოსი მართლა საშიში იყო. მორელო ისე იქცევა თითქოს აი ომი არ არისო. ჩვენ მაგას ქალაქში შევხვდებით. ჩვენ მოვიცდით თეატრის გარეთ, როცა დამთავრდება შოუ, ყველა ეგ მდიდარი გამოვა გარეთ და აი მაშინ დავეტაკებით სწორედ ხალხში. მანამ სანამ დაგვინახავენ. თეატრი კიდე სავსე იქნება და არა მხოლოდ ჩვეულებრივი ხალხით და მდიდრებით რა. შეიძლება ეგ მაიორიც იყოსო. და ზუსტად ეგ არის საქმე. ბევრი ხალხი უნდა იყოს იქ და როცა მოვკლოთ ვერავინ არ გაიგებს თუ ვინ მოკლა იქ. მე კიდე ფულს ავიღებ ძალიან ბევრს. თუ დაინახავ ცალიერის ბიჭებს, კუდრები ხართ. არ არის პრობლემა ბოს. მოკლედ ესენი წაიღეთო და ისე ყურადღება არ მიექციოთო რა. მოკლედ ისე მინდა ყველაფერი რომ გამოჩნდეს რომ აი ეგ წითელი მოსეს ხამით რომ აცაცვია, უნდა იყოს საუსე სისხლით რა, წითელი უნდა იყოსო რა. გასაგები არის. წამი. მაუს, ანუ ამ მაუს იმხელა კაბელი აქვს, რომ მეორე ოთახშია გასული ფაქტიურად. სო ეგ არის, გამოვიტანე მეორე ოთახიდან. კაი. უკვე დასერიოზულდა რა, ესე იგი, ანუ რაღაცა ბოლო ნაწილები არის რა. უნდა მოვიშორო ჩვენ მორელო. მორელო კვდება დღესო. დღესო? წარმატებები ბიჭებო. ისე მაინტერესებს, ანუ მეორე ნაწილში ტომი თვითამაშებთ, იმიტომ რომ ტომი ისე შევეჩვიე და ისე შევიყევი, რომ ძალიან მაგარი პერსონაჟი არის და არ მინდა რომ წავიდეს. უი. ბორდერლენდში ვარ მიშვეული, ესე იგი, მაუსი უნდა მოატრიალო და ეგრე უხოს რა. ხო და აქ მაუსის მოტრიალებით არ უხოს და უნდა მოუხვიო W8 და ეგ არის. ხო, 8 და D. კარგად ხართო და ნუ ცოტა ნერვიულობო რა. მალე მივალ ცოტა ნერვიულობო. როცა დავინახავთ მარელოსკენ წადითო, სხვასკენ არა. როცა ეგ მოკვდება, მერე უკვე მისი ბიჭები იპანიკებენო. აუ, რა კაი მეტალიკის ფერია ნახე. თითქოს შავია, მაგრამ რეალურად აი ძალიან მუქი წითელია რა, წითელი რა ქვია მაგ ფერს აღარ მახსოვს. რაღაც ბალის ფერი თითქოს. არ ვიცი ეგეთ ფერები ადრე თუ იყო, მაგრამ ყოჯახ. როგორ მოახერხეს. მოკლედ, მისი არის ეგეთი მივარ თეატრში. არ ვიცი, მოახერხებ თუ არა მორელოს მოკლოს, მაგრამ მორელოს მოვკალეს მე ვინღა დარჩება. ანუ კიდე დარჩენილი არის რაღაცა მე მგონი 4 თავი, თუ დაჟე მეტი კიდე და თუ ეგ გაქრა უკვე ვაიმე პოლიცია რა შვები. ხო, აი ეგ არის. მე არ ვიცი რა გადარჩება. ვიღაც უნდა ვებრძოლოთ მე. სერგიო მოვკალით, დიელეგო თუ ვიღაცა მოვკალით. რას აკეთებთ, ბიჭო, რას? ესენი ხوار გაგიჟებულან. ერთი წამი კაცო, ხო თქვი სამოთმა რომ უნდა მორჩესო რა. უნდა მორჩესო, ანუ ეგ თეატრში რაც არის შოუო, მერეო ძალიან ბევრი ადამიანები იქნებიანო მანდო. ხო და უნდა ანუ შერეული როცა იქნებაო რა ეგ ხალხიო და მორელო ერთმანეთში მერე ესროლეთო და ამათმა ვაფშე დღის უქსე დაიწყეს როლა. პოლიცია ძმა გადი იქეთ. აი. დღეს კვდებაო მორელო და კი კაცო მოკვდება. ისე რა ბრონეჟირად ეცვია ემანქანას თუ როგორ ემანქანა არის.
ვაი. როგორ ვატარებ აი არც მე არ ვიცი. თუ არ დავიჭირეთ შეიძლება საერთოდ წავიდეს ამ შტატიდან და სხვაგან გადავიდესო. დღეს უნდა დავიჭიროთო რა. რაღაცა ვეღარ ვატარებ დღეს რა ხდება არ ვიცი. გარე თოვლი არის ძალიან და შეიძლება მაგითო ეგ თოვლი მოქმედებს აი თამაშის გეიმპლეიზე. აი ვერ ვლაპარაკობ რა, მინდა რომ რაღაცა თქვა, მაგრამ ვერ ვსაუბრობ, როცა აი ესე რაღაც ექშენი არის. მე ვიბნევი და ვაფშე ვეღარ ვაკეთებ ერაფერს. ვერც ვისრვი, ვერც ვერაფერი. ესენი კიდე ვის ესრიან? აი რატო ხარჯავთ ამ ტყუებს? ამდენი პოლიცია რანაირად ყავს მოსყიდული კიდე ამას, რომ აი ესე რავი მზად არიან, რომ ფაქტიურად საკუთარი თავი შესწირონ ამას. ცოტა სწრაფი მანქანა ვერ არიჩიე, ეს ან რაღაცა მსგავსი, აი დოჯს რო გავს, მაგრამ ეს ნუ ორგარიანია როგორც ვიცი. თუმცა მაინც. რა შვები? ჩვენი დაკარგვა უნდაო რა აკეთო და ტომი თქვა რომ მე მაგაზე კარგად ვიციო, ქალაქიო რა, ყველაზე კარგად ვიციო რა და ვერ დაგვეკარგებაო. ხმა შეეცვალა ტომის თუ მე მეჩვენება რაღაც სხვანაირი ხმა აქვს ახლა. უი რა ასვადრებ დავევთ? ხო გავიგე, გაიწის შენ გაიწი, მე მივიძევ ახლა ვიღაცას ხო ხედავ. აუ კიდე მოდიან პოლიციელები. მოკლედ როგორც ვაკვირდები ახლა ეს აი გაკიდება ესე რომ ვთქვათ, იქნება რაღაცა რთული საქმე და პლუს კიდე პოლიცია როგორც ჩანს არ გვესვრის, მაგრამ ცდილობენ რომ გზა გადაგვიჭრან. ძალიან რაღაცა უცნაურ. აუ, აგერ კიდე რამდენი არიან. მაგრამ სამაგეროდ საქმე ისაა, რომ გზას მაინც ვერ გადაუკეტავენ. გზა რო გადაგვიკეტონ, მაშინ გამოდის, რომ ამასაც უნდა გადაუკეტონ გზა და ეგ არაცხობს იმათაც და არც ამას. მე მგონი ახლა გადაგვიკეტავენ. არა, გადავასწრებთ. ბიჭო, არა, აი ეს მანქანაც ვეღარ მინდის, აი 60 მილზე მიქით ვერ მიდის ეს მანქანა. ერთი გავარტყე. Why? მე გადავები? კაი რა. ეხლა რომ წავაგო, დამაწყებებს რაღაცა ძალიან შორიდან. აუ არა. ნუ მოკლედ ჩაინათაუნიდან დამაწყებია, მაგრამ აქ მართლა არ ვიცი, ანუ რა მომივიდა ეგეთი, რომ დავეტაკე მაგ რაღაცას, ან მაგ სტოლბას, ან როგორ დავეტაკე ეს არ არც ეგ არ ვიცი. იმიტომ რომ ამხელა გზა არის და მიდიოდი სწორად, მაგრამ უცებ რაღაცნაირად აი თითქოს საჭე გამექცა თუ რავი რა მოხდა. გონი აქ იყო რაღაც. ხო, აი აქ იყო. სად მიდისო და მე მგონი თვითმფრინავი ყავს რა და მე მგონი თვითმფრინავით აპირებს რომ გაიქცეს. და მე მგონი ესეც როგორც კიდე ამას არაფერს არ აკლეს მაინც. ძალიან ბევრი ხალხი იქნებაო კიდე ეკოპლივისო. ძალიან კარგიო. ისიც უნდა მოკლესო და მისი ბიჭებიცო. ო, მაგრამ ისე ვქნათო რომ 64 დარჩეთო რა თქვენო. ეგ არის მივედით აეროპორტში. ოჰო, რა შეადრებდაო? დაედაკე მაგათ. კარგად ვართო, კიო. შუბში ეგრევე. ბუმ, ეგ არის. ეს გეუნებით ბიჭო, აი ცივში ხლიანია ეს ტიპი. იმენა ყველას კლავს რა. ისე რომ არც უყურებს ვინ არის. კაი, ესე იგი ტომიგანი გვაქვს ძალიან ბევრი ტყვით. ერთი ისაა რომ მგონი უიმი. გეუნებით მე სნაიპერი ვარ თქო. არ ვიცი ხა ესენი როგორ დამეხმარებიან და რამდენად, იმიტომ რომ ცხოვრებაში არ დამეხმარებიან არასოდეს და. კიდე სამწუხაროდ მივედით იქამდე რომ ძალიან ცოტა გვაქვს HP. რაღაც აფეთქდებაო და რაზე ამბობენ?
არა უშავს. უეშენიანი. ვიღაცა ახალი ბიჭი. რა? სნაიპერი არის და ალბათ მაგარ მოკლა, არ ვიცი და იმას კიდე თავში მოხდა ეს სისხლი თუ დაინახეთ. ნუ აქამდე მოვუძით, მაგრამ ესენი ვერ კლავენ ვერავის, ეგ არის ძალიან ცუდი რა. აქ კიდე ძალიან ბევრი ხალხია და ეხა ამ სნაიპერის მოკლა რა თქმა უნდა კიდე მე მომიწევს. და სამი არაღზე მეტი რომ ესენი თან კიდე უკან გარბიან რა, ანუ ამას თავი main character-ი გონია თუ ეგრე რატო იყო კარგი გამოსული. კაი, მოლოტოვებს გვესვრიან, ეგ არ არის პრობლემა. სხვას დავცინოდი და ეხლა მგონი მეც main character-ი მგონია თავი. ეგ რატო აფეთქეთ საერთოდ ჯერ. მიდი. ბიჭო, რა ტერმინატორები ვიტადიან, ჩემიანებიც კიდე, მაგრამ პრინციპში ამათ რა ენაღლება არ კვდებიან, NPC-ები არიან და მე კიდე რო გავიდე ეგრევე მოკვდები. აქ რაღაცა არის, ამას ავიღებ უცებ, მარკო, რაღაც გაზეთი. შიგნით არისო რა თვითმფრინავთან. უკანო? ყურიან უკანო, მაგრამ უკან არავინ არა. და პისტოლეტი კიდე ბევრი ჯობია ტომიგან, საი რა ვქნა. არა მაინც გვიები როცა გველება უნდა გამოვიყენო, სხვა გზა არ არის. მოიცა გვაქვს თუ არა ჩვენ რამე არა, გრენეიდი და რაღაც არა გვაქვს. ესე იგი უნდა მივიდეთ რა ვინისთან და იქიდან იმისგან უნდა ავიღოთ. ყოველთვის. ანუ ლუთის დახმარებით აი როგორც ტყიებს ვიღებთ, ეგრე ალბათ ვერ ვიღებთ მაგას. გრენეიდებს და მოლოტოვს და რაღაცებს. და ცუდი არის, მაგრამ არა უშვის. ეგ არის. კაი, ეს მარტივად გავუძით, მაგრამ აი ხმა ისმის რა, ამანაც კიდე თქვა რომ მიდიან უკვე. ხმა გესმისო უკინდანო და მორელო ახლოს უნდა იყოსო რა. რომელიც მიდის? რა თქმა უნდა, თეთრით მიდის. მანქანაში ეგრევე. და აპირებთ რომ ხა ამას დაეწიოთ? ფრთებში მაინც ესრულეთ და იქნება რაღაცა მოხდეს ისე რომ ეს რანელია. მალე ჰარში ამყვანეო, სიჩქარე არა გვაქვს ჯერო. მალე ამყვანეო. ანუ ადამიანს თუ სიჩქარე არ აქვს, ეხა როგორ აგიყვანოს? მოიცა მე არ ვატარებ ამ მანქანას? არა, სხვა ატარებს. არ იმუშავებსო ესო, უნდა იმუშაოსო. თვითმფრინავში არისო. ჯერ აქედან არ გაქცეულა. ეგ არის რა, აზი შანსი არა. სო. მომეციო მე ვატარებ, რატო? იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, ვინც ატარებს. ეხა კიდე თვითმფრინავი უნდა დავიჭიროთ. მოკლედ გავყევითო. ხედავთ რომ სადაც ჩამოვარდებაო. და მე მოვკლავთო. რა გჭირს და ცუდი მანქანაა. მოკლედ ეგ თვითმფრინავიო კი არ დაჯდებაო, პირიქით ჩამოვარდებაო. მაგრამ თავარი რომ მანქანაში შემყავხარო და დაეჭერო რა. მე გადავები ხა მაგას ხომ და მაჩვენებდეს მაინც ანუ გზას და საით უნდა წავიდე, როგორ უნდა წავიდე. სადმე ყავსო და დიდი ვარავდით რაღაცა შეჯებრის ადგილზეო. სადაც უნდა დაждდეს, მაინც მიქნებით მაგასთან ახლოსო რა. ანუ შეიძლება იქ წაიყვანოთ, აი ჩვენ რომ მე მგონი მესამე ეპიზოდში ვიყავით ჩვენ იქ. რო გონკავლით ესე რო თქვა. მიდისო და კიო მიდისო. არა მანქანა გვინდა რაღაცა რო გამოვცოლო, თორე ეს ჯერ ერთი ძალიან ნელიერი და რავი, აი დავიტანჯე. ეს მანქანა ალბათ 40-ის იქით არ წავა მეტი, ხო? არა გვაქვს დრო. სანამ პოლიცია მოვა, მანამდე უნდა რავი, მოვკლადო რა. მაგრამ
არ მჯერა რომ ეს გავაკეთეთო, მაგრამ კიდე გეუბნებით მე ანუ როგორც გავიგე გეგმა იყო ეგეთი რომ ბევრი ხალხი იქნებაო რა, ანუ სავსე იქნებაო ხალხითო და მერე უნდა მოკლადო ეგ მორელო. მაგრამ ამათმა რა გააკეთეს, ანუ ვაფშე დღის შუქზე დაიწყო სროლა და დაინახა ხალხმა. ეხლა კიდე ის სასტრაფო არის მე მგონი მიდის ეგ დასახმარებლად, მაგრამ მანამდე იქნება მოკლად ჩვენ. არ ვიცი, ამათმა დღის შუქზე დაიწყო სროლა საერთოდ. აბა პოლი მიუშვით პოლი და ეგრევე ესროს. ფეხი არა აქ? მკვდარია და არც შერო. ვა. ტომისგან არ ველოდი ამას. ოჯახ ტომ? Yeah, pal. That'll do it. Come on. Let's make tracks. აბა. ნუ სრული აუსრულეს ჩვენ სალიერს რომ მორელო მაჩვენეო რომ აი სულ წითელი არისო. მაგის წეთრი კოსტუმიო და გავუკეთეს კიდეც ეგრე. ესენი ვინ არიან არ ვიცი. See you on the other side, Marku. მეორე მხარეს გნახავ მარკუ მართლა არ მახსოვს ვინ არის მარკუ არ გამიგია. შეიძლება იმას ეძახდა რა. მორელოს ეძახდა ალბათ მარკუს. ნუ ეგ ეპიზოდიც მორჩე, კაი მეორეც ვცადოთ ახლა და იმედია დიდი არ იქნება არც ეს და რატომაც არა ბარემ ჩავაგვიხოთ. ინტერმენზო გავიარეთ ერთხელ. ინტერვიუა მე მგონი ეგ. You fucking phantom. გიჟი ხარო. Chasing you for 3 goddamn years. 3 წელია დაგზდევ შენ და გეძებ. Life for this time. Maybe you in the chair. შენ დიდი ვარდით ან მოკლავენ ციხეში, ან კიდე მთელი ცხოვრება ჩაგსვამნიკო. So that's what this has been all about, huh? აი ამაზე იყო ყველაფერი? The Don's books. შენ სალიერის შეშვება გინდა? I have them. They're enough to put Salieri away forever and they're yours. Assuming we have a deal. მოკლედ მე მგონი თუ არ ჩამშვს ამ ციხეშიო. მაშინ მე შენ სალიერის ანუ ამ დონის ფულს მოგცემო და პლუს კიდე ჩაუშვებო ჩემს დონსო. ჩემი ოჯახის გამო რომ ოჯახი გადავარჩინო. ვა, ხედავ შენ ანუ ესე იგი ტომიც. You recognize anyone? აქედან ვინმე ცნობ? Again. კიდე შეხედე. Old man, that's Don Popone, 2 younger lads of Morello and Salieri. ეგ მოხუცი კაცი დონ პონო. Yeah. ხო, Okay, I see it. ხედავ ახლა ეს უნდა იყოს 1920 წელი. What? 1920. April. აპრილი. Morello's wedding. Salieri was the best man. მორელოს ქორწილი, სალიერი საუკეთესო კაცი იყო. Just kids. ბავშვები არიან ამ ფოტოში. Soldiers in Popone's mob. So what happened? ეგენი კიდე პოპონეს ჯარისკაცები არიანო. და რა მოხდა? I don't know. არ ვიცი. არ ვიცოდი მეგობრები თუ იყვნენ. But you don't know could fill up the fucking Chrysler building. In 22, Podzdaorshi Poponam da to keep things running smoothly. იხშება Salieri and Morello agreed to divvy up the city. Yeah, I heard the story, so what? Well, their friendship should have made the deal work, but didn't make a lick of difference. მოკლედ რაღაცა უცნაურობა ხდება, ესე იგი მესამე დონის ყოფილა რომელიც დაიხშო ამოსობაში კიდე ეგ სამივე დონი მეგობრები ყოფილან ერთმანეთში. მორელო შემდეგ სალიერს ეგონა რომ თელ ქალაქს ჩვენ თელ ქალაქს მართავდით, მაგრამ მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი რომ ეგ ომი ორჩენილი იყო უკვე. What good? მე კიდე ფიქრი დავიწყე. All of Morello's money if it couldn't protect him from a regular Joe like me. Cabby, for Christ's sake. რისთვის იყო საჭირო იმდენი ფული რომელიც მორელოს ჰქონდა თუ ჩემნაირი ტიპისგან ვერ იცავდაო რა ჩემნაირი ტაქსისტისგან ვერ იცავდა იმდენი ფული მაგ მორელოსო It just kept turning round and round in my head until one day I'm looking in a mirror. I
I start seeing a bullseye too. Right here. მოკლედ იმდენი ხანი მუშაობდი ამ სამსახურშიო, რომ ყველას უყურებდი ისე, თითქოს აი შუბლზე რაღაცა მიზანი ქონდათო. მერე კიდე მეც დავიწყე სარკეში შეხედვა და მერე უკვე ჩემს შუბლზეც გამოხდა ეგ მიზანიო. შეიძლება ჩემს შუბლზეც მოედო ვიღაცასო იარაღიო რა და მოვეკალიო. ტომს ან სემსო. სა პოლს. Fighting for your life. Then the guy next to you isn't just your partner. He's your brother. You'd stick a knife in someone for your brother, right? როდესაც ეგრე ქუჩაში ხარ, შენი გვერდით მყოფი არა მარტო პარტნიორი, არამედ ძმა არისო და მის გამო შეიძლება ვიღაცა მოკლაო. მაგრამ ერთხელ დავდიოდი აქეთ-იქეთ და დონის სიტყვებს ვისმენდიო. ვისმენდიო, ეგეთ ამბავსო რა, რომ აი არის თუ არა შენი მეგობარი ისეთი მშიერი, რომ შენც გიღალატოსო. ანუ ეგ მოკლედ ახლა ვეცდები რომ რაღაცა აგიხსნათ რა რაღაცნაირად მაინც. აბა? Any trouble? ეხა იხსენებს რა თქმა უნდა. რამე ხო არ გაგიფუჭებია თუ არაო? Got something else for me? კიდე რამე გაქვს ჩემთვის? ფილმი ვითარ რა ეს თამაში. All these feels a little light. ეს თოდა უფრო მჩატი არის. You ever go swimming, Tom? სხვაში უფრო მეტი არის რომ ეგ გაათანაბროსო რა. ცურვაზე გიურიაო? ნუ ზოგჯერო. Some dames out to the lake. Had a few beers, a few laughs. რამდენიმე ბიჭს ვიცნობდიო. Gets to the center of the lake and realizes he's running out of steam. აი ხა ლაპარაკობს იმაზე რა პონოზე. რამდენიმე ბიჭთან ერთად ვიყავიო, მესაც ურავოთო გასულიო რა. და ერთიო გავიდაო ცენტრშიო და დაიხშო იქ სურვარ იცოდაო. Problem is the first guy, the one too stupid to know when the water's too deep for him, he panics. Grabs his friend by the neck and they both go under and don't come up again. Paulie's your friend. And I know you're loyal to him. And I respect that. But don't you ever pay his tab again. ნუ მაგალითი მოუყვანა რა ეხლა. გასაგებია. ანუ სამი ბიჭი იყო რა, ერთიო ისეთი იყო ვინც არ ეცოდაო ცურვაო, წავიდაო შუა წყალშიო. დაიხშო, ვინც ცურვა იცოდაო, ის წავიდაო მაგასთან გადასარჩენად და ისე ჩაეყოლაო და შენც ეგრე არ მოგივიდესო. მაგან იმაზე მეტი დახარჯა პოზებში, ვიდრე სემო და პოლმა ერთად. No. You can't trust a hypocrite, Tom. ჰიპოკრატს ვერ ენდობიდო. ჩვენ მისი კომპანია უნდა დავამთავროთ საერთოდ. და ისინი ვინც ეცდება რომ აი ეს უკვე მოგავია? და გეგმო გაქვს რამე? რა თქმა უნდა. გახსნილი ადგილი იქნებაო რა და შეკრებაზე უკვე უნდა კონდეს ძალიან კარგი ადგილიო. კიდე ვიღაც უნდა მოუკლედ ახლა რა თქმა უნდა. არ დაგავიწოს რომ მხოლოდ ერთი სროლა გაქვს. თუ აცილებ მაშინ სულ მორჩეო. საუკეთესო რომ არ ვიყო მე სროლაში, მაშინ ახლა სხვას დაელაპარაკებოდი შენო. ნუ კარგი, რავი, დღეს ალბათ ამით მოვრჩები და ვეცდები რომ აგიხსნათ მერე კიდე უფრო მეორე ვიდეოში. ხო, ესე იგი დღესაც სულ ეს იყო, იმედია ვიდეო მოგეწონათ, თუ მოგეწონათ და ლაიქით, გამოიწერეთ არხი, ჩვენთან ჩავხდებით უკვე შემდეგი მაფიის ეპიზოდში და დროებით.